გამსახურდიამ მოახერხა მასების აყოლიება. ანუ იმ ადამიანებისა, რომლებიც 10 წლეულების მანძილზე არ იყვნენ ჩართული არანაირი პროცესებში, ზოგი იქ თავის მიწის ნაკვეთს უვლიდა, ზოგი არ ვიცი, ქარხანაში მუშაობდა, ზოგი კიდევ სხვაგან, აი მათზე მან იმუშავა და იმუშავა წარმატებით. და მე ამას პლუსში ვუთვლი, იმიტომ რომ მან ამოზრავა ინერტული მანამდე მასები. როგორ ახერხებს ამას ტექნიკურად იმ პერიოდში ამას როგორ ახერხებს? ნუ ჯერ ესეთი ქარიზმა, რომელიც მას ბუნებრივია აქვს. ჩემის აზრით ეს ცოტა ნეგატიური ქარიზმა არის, მაგრამ ქარიზმა რა თქმა უნდა არის. ოჯახიშვილობა რა თქმა უნდა არის. ეხლა კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟი ხო? თვითონ ნაჯდომი, ასე ვთქვათ, ნაწვალები, მერაბ კოსტავას უახლოესი მეგობარი, რომელმაც ცდა არ დაუკლო სხვათა შორის იმას, რომ რაღაცანაირად გამოეყვანა კოსტავა საბჭოთა ციხეებიდან და ბანაკებიდან. ალბათ მისეული რიტორიკა, რომელიც მე მაგალითად არანაირად არ მხიბლავდა, მაგრამ ალბათ იმ ხალხზე მოქმედებდა. ალბათ რაღაცა ისეთი გასაგები გზავნილები გაუგზავნა, რითიც ხო, ყველა რო შეხედო ჭანტურიაც, წერეთელიც, მარტივად საუბრობენ ერთი შეხედვით, ანუ გაუგებარი მათ ნათქვამში არაფერი არ არის. ყველა საქართველოს დამოუკიდებლობის რაღაცნაირად ითხოვს, მაგრამ ამის მიუხედავად, მე ჩემი გადმოსახედიდან, ან წლების გადმოსახედიდან ძალიან უცნაურია, როცა ადამიანი არასისტემური ადამიანი, აქ ყველაზე მთავარი ეს არის, ანუ სისტემის წარმომადგენელი, კი ბატონო, რაღაცა ეს არის, ახერხებს იმას, რომ თავის ეროვნულ მოძრაობის შიგნით, სადაც ყველა ებრძვის რაღაცნაირად. და თან კოსტავაც აღარ არსებობს, უკვე ფაქტობრივად გარდაცვლილია. არჩევნებს იგებს. თან არჩევნებს იგებს ორივე მხარეს, უგებს რაღაცნაირად. ორივე მხარეს უგებს არჩევნებს. ხო და ეს ნაწილიც მაინტერესებს, ამავდროულად კონგრესის არსიც მაინტერესებს თვითონ და მისი, როგორ გითხრათ, აი არქიტექტურა როგორ იყო ის აგებული და დროში როგორ იცვლებოდა. კი ბატონო, მას შემდეგ რაც გამსახურდიამ შეცვალა, ასე ვთქვათ, ტრაექტორია და თქვა კი, ჩვენ მივდივართ იმ არჩევნებში, მოვიპოვებთ გამარჯვებას და ამ ორგანოს, თუნდაც ძირმომპალი საბჭოთა ორგანოს მეშვეობით განვახორციელებთ იმას, რაც ჩვენ გვჭირდება, იმიტომ იქ გვექნება, ასე ვთქვათ, უმრავლესობა. ნუ რადიკალური ფრთის ის მეორე ნაწილი, რომელზედაც მოგვახსენეთ ეროვნული დამოუკიდებლობისა და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სახით, ის კვლავინდებურად რჩება ბოიკოტის პოზიციებზე და მაშინ მაგალითად გამოდის ასეთი ლოზუნგი ძირს საქართველოს ფინეთიზაცია. ასეთი ლოზუნგიც იყოს, ანუ გამსახურდია დაადგა კომპრომისულ გზას, აი ფინეთის გზას, რომელსაც ვთქვათ 60-იან, 70-იან, 80-იან წლებში უფრო შემოიგებლური დამოკიდებულება ჰქონდა საბჭოთა კავშირის მიმართ, ეშინოდა მისი და კეთილმეზობლური ურთიერთობაც და მაცივარი როზენლევიც შემოდიოდა, ვთქვათ, ფინეთიდან და ვაჭრობა იყო, ტურისტები მიდიოდნენ და ძირს ფინეთიზაციის გზაო. რატო ძირს ფინეთიზაციის გზას გაუგებარია? იმიტომ ფინეთმა გმირულად იბრძოლა 39 წელს, შეინარჩუნა თავისი დამოუკიდებლობა და მე გაუფრთხილდა ამ თავის დამოუკიდებლობას, იმიტომ აი აგერ მართლა ზვიგენის გვერდზე, ასე ვთქვათ, არსებობდა და გარკვეულწილად სიფრთხილეს იჩენდა, მაგრამ შიგნით ქვეყანა მოწყობილი ჰქონდა კლასიკური დასავლური სტანდარტების მიხედვით. აი გამოდის ძირს ფინეთიზაციის, ასე ვთქვათ, გზა, ჩვენ ამ გზით, ასე ვთქვათ, არ წავალთ და არის იდეა, შემოდის იდეა, სხვათა შორის ისევ ბალტიის ქვეყნებიდან ნასაზრდოები ეროვნული კონგრესის არჩევისა. ეხლა ეროვნული კონგრესის არჩევნებში არა მხოლოდ ჭანტურია და წერეთელი იღებენ მონაწილეობას, არამედ იღებს მონაწილეობას მაგალითად ილია ჭავჭავაძის, ასე ვთქვათ, საზოგადოებაც
იღებენ მონაწილეობას სხვა, ასე ვთქვათ, ზომიერი ზომიერი მე იმას კი არ გულისხმობ, რომ დამოუკიდებლობის იდეის მიმართ იქ ყველა უზომო ვიყავით, მაგრამ ну ისეთი ორგანიზაციები მიღწევის გზების შესახებ. ხო. და აქ ჩნდება განსხვავება კონგრესის იდეის მიმართ მიდგომაში. ჭანტურია და წერეთელი განიხილავენ ეროვნულ კონგრესს როგორც ალტერნატიულ ორგანოს უზენაესის საბჭოს. და სხვა უფრო ზომიერი მონაწილეები ეროვნული კონგრესისა განიხილავენ მას როგორც დანამატს, როგორც პარტნიორს იმ ორგანოსში, რომელსაც ქვია უზენაესი საბჭო და ფიქრობენ, რომ გაერთიანებული ძალებით საერთო მიზნის მიღწევა იქნება უკეთესი, იმიტომ ეს ძალები მონაწილეობენ უზენაესი საბჭოს არჩევნებშიც. იყვნენ ორგანიზაციები, რომლებიც იყვნენ წარმოდგენილი კონგრესშიც და უზენაეს, ასე ვთქვათ, საბჭოში. ბალტიისპირეთში ჩვენ მართლა გვაქვს ასეთი მაგალითები, როდესაც ესტონეთის ეროვნული კონგრესი, ვთქვათ, უფრო მკაცრ, უფრო მწვავე პოზიციებს აცხადებს და ეროვნული კონგრესის მეშვეობით ხდება ზეწოლა უზენაეს საბჭოზე, იმიტომ ეროვნული კონგრესი არის ესტონელი ხალხის ნების გამოსახულება და აიძულებენ, აცმთლად აიძულებენ, ისინი მიყვებიან, ვინც არიან პატრიოტები ამ უზენაეს საბჭოში და საერთო მიზნისკენ მართლაც ერთობლივი სვლა ხდება. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, ესე იგი, ეს იდეა, რომ ეროვნული კონგრესი ალტერნატიული ორგანო არის და ეროვნული კონგრესის ხელმძღვანელობით ვივლით ჩვენ დამოუკიდებლობისკენ და ის ახლა საბჭოთა ორგანოა და არ ვარგა და ასე შემდეგ. ჩვენთან სამწუხაროდ აი ესეთ გადაგვარებულ სახეს იღებს და მიუხედავად იმისა, რომ არიან ჯგუფები იქაც და აქაც, რომლებიც თანამშრომლობის მომხრეებია, არიან ეს თანამშრომლობა რეალურად არ გამოდის. და ეს ორი უზენაესი საბჭო, რომელსაც არჩევნების შედეგად მთლიანად აკონტროლებს მგვალი მაგი და თავისუფალი საქართველო, სადაც არიან კომუნისტებიც წარმოდგენილი, სადაც არის ბლოკი თავისუფლება წარმოდგენილი, სადაც არის თქვა რესპუბლიკური პარტია წარმოდგენილი, სახალხო ფრონტი წარმოდგენილი, მაგრამ უმრავლესობა მყარად აქვს მგვალ მაგიდას თავისუფალ საქართველოს. ну აი აქ მათ შორის, ასე ვთქვათ, არის კონკურენცია, ისევ და ისევ ვთქვათ, ურთიერთუნდობლობა და შეიძლება ითქვას გარკვეულწილად ხელის შეშლაც კი ერთმანეთისთვის.